მოდით, ერთი წამით წარმოვიდგინოთ მე-19 საუკუნის ქართული სოფელი. ადგილი, სადაც ყველას იცნობს და სადაც ქფიონ ფანი, ანუ ის თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები, ხანდახან კანონზეც კი მაღლა დგას, ხო? და აი ასეთ გარემოში ზოგი ადამიანი უბრალოდ კი არ ცხოვრობს, არამედ ლეგენდად იქცევა. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი ქალის ოთარ ანდქვრივის ამბავს გიამბობთ. ქალის, რომელიც უფრო სოფლის თქმულებას გავდა, ვიდრე ცოცხალ ჩვეულებრივ ადამიანს. მოდით პირდაპირ და ყველაზე საინტერესო კითხვით დავიწყოთ. აი, რითი შეიძლებოდა შეგეშინებინა ჭირვეული ბავშვი მაშინდელ სოფელში? პასუხი თურმე ერთ კონკრეტულ ქალში იმალებოდა. ხო, აი ასე მარტივად. საკმარისი იყო მისი სახელი ეხსენებინათ და ბავშვები მომენტალურად წყნარდებოდნენ. მაგრამ მაინც ვინ იყო სინამდვილეში ეს ოთარ ანდქვრივი? ქალი, რომელმაც შიშის სინონიმად იქცა და რაც მთავარია, რატომ უფრთხოდა მას ფაქტობრივად მთელი სოფელი? კარგი, მოდით ამ ამბის პირველ ნაწილში მის რეპუტაციას ჩაუღრმავდეთ, თანაც იმ ადამიანების თვალით, ვისაც მისი ყველაზე მეტად ეშინოდა. ანუ წარმოიდგინეთ, ეს შიში იყო აბსოლუტურად საყოველთაო. საერთოდ არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იყავი. სოფლის მოხელე გეშინოდა, უბრალო გლეხი გეშინოდა, სხვა ქალებსაც კი ეშინოდათ. ბავშვებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. თითქოს ის იყო რაღაც დაუწერელი კანონი, რომელსაც ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ეს სცენა უბრალოდ უნდა წარმოიდგინოთ. ეს არ იყო, იცით, უბრალოდ თავის არიდება. ეს იყო პირდაპირ პანიკური გაქცევა. რამხელა ძალა უნდა ქონოდა ერთ ქალს, რომლის გამოჩენაც კი მთელ სოფელში ასეთ რეაქციას იწვევდა. ეს უკვე გვაფიქრებინებს თუ რას ნიშნავს იყო ასეთი გარიყული საკუთარ საზოგადოებაში. და აი სწორედ აქ იწყება ამ ისტორიის მთავარი კონფლიქტი. ხედავთ, სოფელი მასში ხედავდა საფრთხეს, აგრესიას, რაღაც მონსტრს. თავად კი თავს თვლიდა უბრალოდ ადამიანად, რომელმაც უსამართლობას ებრძოდა. ანუ მისი აზრით, ხალხს მისი კი არა, საკუთარი სისუსტის ეშინოდა, იმის რომ თავად ვერ ბედავდნენ საკუთარი თავის დაცვას. კარგი, სიტყვები ერთია, მაგრამ მოდით, ახლა საქმეზე გადავიდეთ. ვნახოთ, როგორ იქცეოდა ეს რეპუტაცია კონკრეტულ ხმედებად. აი, ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელო შემთხვევა, რომელიც იდეალურად გვიხატავს მის ხასიათს. ანუ, რა ხდება? ვიღაც სოფლის მოხელე, გზირი, მიდის და ართმევს ქათამს. ნებისმიერი სხვა ალბათ ხელს ჩაიქნევდა, არა? მაგრამ ოთარ ანდქვრივი არა. მისთვის საქმე ქათამს საერთოდ არ ეხებოდა. ეს იყო პრინციპის ამბავი. ამიტომ ის ამ საქმეს ბოლომდე მიყვება. ამბობენ გუბერნატორამდეც კი ჩავიდაო და იცით რა არის მთავარი? ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და გაიმარჯვა. და ეს ყველაფერი მას დაუჯდა სავარაუდოდ 10 მანეთი. უნდა გვესმოდეს, რომ იმ დროისთვის ეს იყო ძალიან სერიოზული ფული. ბევრად მეტი ვიდრე ერთი ქათამი ღირდა. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ მისთვის ფინანსურ ზარალს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, როცა საქმე ღირსებას და სამართალს ეხებოდა. აი ეს ფრაზა ფაქტობრივად მისი ცხოვრების კრედოა. მისთვის მატერიალური რაღაცები არაფერი იყო პრინციპთან შედარებით. ის რომ თავი არ დააჩაგვრინა, აი ეს იყო მისთვის ფასდაუდებელი. და სწორედ ეს შეუპოვრობა ხდიდა მას ასეთ განსხვავებულს და ამავდროულად ასეთ მარტოსულს. კარგი, გასაგებია რომ პრინციპული იყო, მაგრამ რატომ იქცეოდა ასე? რა ფილოსოფია იდგა ამ ერთი შეხედვით ძალიან უხეში და მკაცრი გარეგნობის უკან? მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ. აი აქ ძალიან საინტერესო რამესთან გვაქვს საქმე. ჩვენთვის ხომ ტკბილი სიტყვა, კარგია, პოზიტიურია, თანაგრძნობას ნიშნავს. მისთვის ეს იყო სისუსტის და სიყალბის სინონიმი, სახიფათო ილუზია, რომელიც ადამიანს რეალობას აშორებს. ის თვლიდა, რომ ტკბილი სიტყვა ადამიანს ადუნებს, თითქოს აძინებს. აი, მწარე, მაგრამ მართალი სიტყვა კი როგორც ჩანგალი, გულს უნდა შეეხოს, გამოაფხიზლოს და ამოძრაოს. მის სამყაროში ზრუნვის ერთადერთი ნამდვილი ფორმა სწორედ ეს იყო. მოამზადო ადამიანის სასტიკი რეალობისთვის და არა თავზე ხელი გადაუსვა. და აი, ეს არის მისი მთელი ფილოსოფიის საფუძველი. ის დარწმუნებული იყო, რომ სამყარო დაუნდობელია და წამიერი მოდუნებაც კი კატასტროფის ტოლფასია. სისუსტე და თვითდამშვიდება მისთვის განადგურებისკენ მიმავალი პირდაპირი გზა იყო. გადარჩენა მხოლოდ მუდმივ ბრძოლაში და სიფხიზლეში იყო შესაძლებელი. კარგი, ჩვენ ახლა გავიგეთ, რას ფიქრობდა ის და რატომ იქცეოდა ასე. მაგრამ მოდით ისევ სოფელს დაუბრუნდეთ. საბოლოოდ როგორ შეაფასეს მათ ეს ქალი? რა განაჩენი გამოუტანეს მის ხასიათსა და ქმედებებს? აი, ეს არის სოფლის მარტივი, მაგრამ უმძიმესი ვერდიქტი. ერთწინადადებაშია თავმოყრილი მთელი ცხოვრების შიში, გაუგებრობა და გაუცხოება.
მათ ვერ დაინახეს პრინციპები, ვერ დაინახეს სამართლიანობისთვის ბრძოლა. მათ დაინახეს მხოლოდ სიცივე და სიმკაცრე. გულისმაგიერ ქვა. და აი ამ კითხვით მინდა დავასრულოთ. საბოლოო ვერდიქტს კი თქვენ გიტოვებთ. იყო კი ოთარ ანდქვრივი მართლა უგულო და სასტიკი? თუ ის უბრალოდ ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი თავის დაცვის გზა იპოვა სამყაროში, რომელიც სხვანაირად ალბათ უბრალოდ გადათელავდა? და რა ფასის გადახდა უწევს ადამიანს, როცა მისი პრინციპები საზოგადოების სიმშვიდეს უპირისპირდება?